წლის 18 თებერვალს თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის კომკავშირელმა აქტივისტებმა ეროვნული მოძრაობის მიტინგი დაარბიეს. თვითმხილველთა მტკიცებით, დარბევის ერთ-ერთი მონაწილე იყო გპ-ის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის კომკავშირის კომიტეტის მდივანი, ამჟამად თბილისის ჯგუფის ხელმძღვანელი მამუკა ხაზარაძე, რომელმაც ასევე თვითმხილველთა მტკიცებით ხელი მოუხმნია სულნად მერაბ კოსტავას. ამ ფაქტის უშუალო შემსწრე გახლდათ მერაბ კოსტავას თანამებრძოლი ნოდარ ბუჩიშვილი, რომელიც 26 წლის წინანდელ ბატალიებს იხსენებს. წმინდა ილია მართლის საზოგადოების დამფუძნებელი ვიყავი მერაბისთან ერთად, თემურჯანელიძესთან ერთად. შევიკრიბეთ მერაბის ეზოში კოსტავას, რა თქმა უნდა, სულმნათის. იქიდან მერე უკვე ესე იგი გადაგვეტეს პოლიციამ ჯერ. და მერე უკვე ტელევიზიასა და გპ-ის პირველ კორპუსს შორის მერე უკვე ჩაგვიდგა ვასმოი პოლკი. რო შეგვატყო ჩვენ რო ფარულად ვიცავდით რა დაუყვებოდით. ხო, დაუყვებოდით. მიყოლოდ გაიგო რა ძალიან გვიწყინა რა ძალიან და მერაბი რო გიწყენდა რა უკვე ესე იგი თქვენ იცავთ. გულის წყარომა გამოხატა ესე იგი მე რა დავიმსახურე საიმისო რომ ან ისეთი რა ჩავიდინე მე რომ მე დათვის ობიექტი ვარ რა ჩავიდინე. თქვენ იცავთ. ჩვენ დავყვებოდით ახლა ვიცოდით მერაბის მოგვიკელავდნენ ახლა მე ვიცოდი ჩვენ მივედით პირველ კორპუსთან იქ რა მოხდა ახლა მეგაფონში დაიწყო მერაბმა საუბარი ამ დროს ესე გაიხსნა კარები იქიდან შეიგინა ვიღაცამ პირველი კორპუსის კარები პირდაპირ ესე კიბეები ხომ არის ზემოთ აი ბაზალტის კიბეები როგორც არის და აი კარების ცენტრალური შესასვლელი კარები გაიხსნა ვიღაცამ და იქიდან შეიგინა ვიღაცა ახლა აქედან ჩვენი ბიჭებიც ახლა ბზიკები ვით იყვნენ მაპატიეთ კრაზანები ვით რა რომ ოდნავი რაღაცა და ბოლო წამოვიდნენ დროს სიმართლის გულობისთვის ვიბრძოდით და ისინი იბრძოდნენ ტყუილისთვის და იმას დასაკარგი ქონდათ ის რომ კარიერისტები იყვნენ და ჩვენ დასაკარგი ქონდა ისინი იყვნენ კომკავშირლები აქტივი მერაბ კოსტავაზე ვინ გაიწია მერაბ კოსტავაზე გაიწია მე რამდენადაც მე გავიგე ახლა მას ვერ ვიცნობდი მე რუსთაველი კაცი ვარ ახლა და მამუკა ხაზარაძე მე გავიგე უკვე მის მერე რაც ეგ ამბავი მოხდა და მითხრა ჩემმა მეგობარმა ეს ჩვენი ქალაქომი თქვენ დაინახეთ რომ გაიწია? კი რას ქვია და პირდაპირ ესე ჩაარტყა იმას მერაბის ჩაუქნია ცოტა მაღალი ბიჭები ვერდეკით გარშემო და არ მოხვდა ხელი და ამ დროს ერთმა ჩვენმა აპლეტა მოარტყა ესე თქვა და დღევანდელი გადასახედიდან რო გახსენდებათ ის სახე ხაზარაძე იყოთ რა თქმა უნდა ახლა ნუ ესეთი თვითონ ამბობს რომ მე იმ დღეს საერთოდ ყოფილვარ იქაო რა ახლა ბევრი რამის თქმა შეუძლიათ რა ბევრი რამის უარყოფენ ახლა და სხვაზე მეტი გმირები არის ავად ვიყავი იმ დღეს არ ყოფილვარ საერთოდ ხანამობს რომ ვიყავიო ხანამობს რომ 10 წლის მე ახლა ეგ ავად რომ არ ყოფილიყო მერაბ კოსტავას ხელს არ მოუქნევდა რა ესე ვიტყვი რა ავად რომ არ ყოფილიყო მერაბ კოსტავას ხელს როგორ კაცი 11 წელი ტანჯვაში რომ გამოვიდა ფერი არ ქონა და მე სისხლი არ ქონა ძარღვში რა იმას რომ კაცი ხელს მოუქნევს იზავა კარგად ყოფილი როგორ მერაბს მოხდა ხაზარაძის ხელი აი ესე რომ ჩაუქნია ხელი ესე იგი ბიჭები ედგნენ ახლა პატარა ბიჭები არ ვედექით გვერდში ახლა ხო პატარებიც არ ვედექით და ცოტა სხვანაირად ვაფრენდით ვაპატიეთ ახლა ესე იყო რა ახლა იმიტომ რომ სხვანაირად იქ არ შეიძლებოდა იმ ხელა მანქანებს უპირისპირდებოდით რომ ეს ნაბიჯი რომ გადავდით ვიცოდით იქ რაც მოხდებოდა იქ სიკვდილიც იქნებოდა და
სიხარულიც იქნება, ყველაფერი იქნებოდა, რაც მოხდა და ველოდით, აი ეს იქნებოდა, ვიცოდით და ჩვენ დასაკარგი არაფერი არ ქონია ერთი რამის გამო. კაციტაძე თუ გახსოვთ თქვენ იქ მამუკა კაციტაძე? მამუკა კაციტაძე, ესე იგი ამ ჯგოროში მამუკა კაციტაძეც იქ იყო. და მე მას აფხაზეთში ომში შევხვდი 93 წელში და იქ უთხარი. ეგ ამბავი. უთხარი მეთქი პატიოფ მეთქი. მაგამბავს მეთქი რომ იქ იყავ მეთქი. არა, შენო საიდან იცი ეგ ამბავი? როგორ საიდან ვიცი მე უთხარი, მე რამის კუჩი დავდებდი. და ვის ხარეზე იყო მამუკა კაციტაძე? კონკავშირლების ხარეზე, ვის ხარეზე იყო? და რა გითხრა მე რომ უთხარით აფხაზეთის ომში ეგ. ნუ არაფერი ახლა გაატარა რა. რა მე შეეხება? გავატარე ახლა ომში ვარ და იქ რა იქ მტერი ერთი ნამდვილად იყო დავეწყო. კაციტაძე. ნამდვილად იყო კაციტაძე. კი. და არა მარტო ეგენი კიდე ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანების შვილები. და აბა ამბობს ეს რომ მეო ვიყავიო უნივერსიტეტისო, პრესკლუბისო, თავმჯდომარე და ოპოზიციაშიო და დისიდენტი ვიყავიო კაციტაძე ამბობს. ეხლა მაგი ფიქრია ჩიხრაძეც ამბობს რომ მე დისიდენტი ვიყავი და ის ვიყავი. ეხლა მაგენი ერთი კამანდა იყო მაბადიეთ რა. და მე უკვე რომ დაინახეს 9 აპრილის მერე რომ გამოსავალი აღარაფერი აღარ იყო. მე გაკეთილ შობილდნენ და განმოხდა. რა შეეხება მერაბ კოსტავასთან თუ გქონდათ ამის შესახებ განხილვა და თუ იცოდა მერაბ კოსტავამ ვინ მოუქნია ხელი რომ მამუკა ხაზარაძე იყო ესეთი პიროვნება. მე ეხლა ჩვენმა ერთ-ერთმა ჩვენმა მეგობარმა ეხლა აღარ მახსოვს რა ეხლა ვიღაცამ გაუძორენა ხელი ამ ბიჭებში და ხეა ვიღაცა ხაზარაძეს? ხო, ნუ ეხლა მოხვდა არა ის ხალხის შიგნით ეს ისე ჭიდროთ ვიყავით. ეგ ალბათ სინკარი რომ მოხვედროდა გვერდიდან არ წაიქცეოდა, იმიტომ რომ ხალხი ერთმანეთს ვიჭერთ მაინც და ესეთი ამბები იყო. და თვითონ მერაბთან თუ გქონდათ ამაზე განხილვა მეთქი? ეხლა მერაბმა შეუნდეთო? და ხაზარაძის გვარი და სახელი ფიგურირებდა საერთოდ მერე და მერე ამ ამბებში? მერე უკვე მე მის მერე ნამდვილად აღარ მინახია და თქვენ თუ ხო არა, ნუ ახლა ხაზარაძე ამბობს ამბობს. მის მერე მალევე მოხდა 9 აპრილი. 9 აპრილს უკვე ფაქტიურად ესენი წაფორხილდნენ კომუნისტები და ახლა მის არა, მერე ეს ამბობს რომ არ ყოფილვარო, აი ესე აცხადებს უცხოად ხაზარაძე, რომ მე არ ყოფილვარო და მეო უნივერსიტეტშიო, ტექნიკურ უნივერსიტეტში კომკავშირის ლიკვიდაცია მე გამოვაცხადებო. ეხლა, როდესაც გამოცხადა ლიკვიდაცია საბჭოთა რეჟიმის, უკვე კომკავშირი გამოცხადებულია, აბა ახლა კომკავშირი იყო დაფუძნებული საბჭოთა რეჟიმზე და საბჭოთა რეჟიმის თქვენ ეს გახსოვთ ერთი სტრუქტურა იყო კომპარტია და ბატონო და თქვენ ერთ სიტყვით იქ გახსოვთ თუ ეს იყო მოუქნია. ნუ რა თქმა უნდა ეხლა მაგას რა დამავიწყებს ეხლა მაგის დავიწყება ალბათ შეუძლია სიკვდილს რა. ჩვენ შეგიძლია გაჩვენოთ ფოტოსურათი. შეგიძლიათ აღიდგინოთ? კი ბატონო. აი ეს არის რა. ქუდია. კი ხო არა? გახსოვთ? გახსოვთ ხო? კი. აბა კარგად დავაკვირდით აბა. კარგად დავაკვირდით. გეცნობათ ეს კადრები. აი გარი ეს ზუსტი ეგ არის. ხო არა? ზუსტი ეგ არის. კი. ამას რა დამავიწყებს? კეთილი. ეს ამ დარჩენილი სამარემდე რა. ახლა ამის დავიწყება როგორ შეიძლება. თავი მოგარი კინის ჩაფხუტიან პოლიციელებს. იქ ასეთ პოლიციელებს რა ყოფილა. მე არ მახსოვს, რომ თქვათ ესეთი ჩაფხუტიანი პოლიციელები 9 აპრილამდე აღმოჩენილან თბილისში. ეს აი ჩაფხუტიანი ხალხი აი ხარ არის თაფლო აი ესეთი აი კინის იმერით იქ არის მერვე პოლიციის ჯარისკაცებს თუ პოლიციელებს თუ ვინც ერქვათ თქვენი აზრით გაიხსენეთ კარგად ხომ არ ეხურათ ეგრეთ წოდებული რკინის კასკები? კინის კასკების შავი ფორმა. ეხურათ? კი. ეხურათ. და სამხრეები ქონათ როგორი ეს იგი ნაცრისფერი სამხრეები და გარშემო წითელი ზოლი. დიახ. შემდეგ ბატონო სპეციფიკური ის იყო ფორმა ეს. დიახ. ბევრი იყვნენ ისინი. ბევრი იყვნენ? ალბათ 500-700 კაცი. ასე.
მე ბატონო და ხელკეტებით, ჯავშან ჟილეტებით, დიახ. კი. რა თუნდაც არ ვიცი. და კენის თუ ჩაფხულა. გახსოვთ ვიდეო კამერით თუ იღებდნენ ამას, თუ გახსოვთ. კი, რა თქმა უნდა. დღევანდელი გადასახედიდან ამ 26 წლის შემდეგ რას შეუძლია უთხრას მერაბ კოსტავაძე ხელის ამაღმართ ხაზარაძეს ბატონმა ნოდარ როჯიშვილმა. მე რა შემიძლია უთხრა მაშინ იმ პერიოდში როდესაც მაგენი კომუნისტობდნენ და იცავდნენ მაშინდელ რეჟიმს შიშით ყალაპავდნენ ნაპარავ ლუკმას და დღეს არამ ლუკმას ყალაპავენ სიამოვნებით ამით წერტილს უსმევ ყველაფერს სულნათმა მერაბ კოსტავამ შეუნდო ყმაწვილ კომკავშირელებს მასზე ხელის აღმართვა. შეძლებს კი თბილისის ჯგუფის ხელმძღვანელი მამუკა ხაზარაძე თუნდაც 26 წლის შემდეგ მოინანიოს კარიერისთვის ბრძოლაში დაშვებული სამარცხვინო შეცდომა და ბოდიში მოუხადოს ქართულ საზოგადოებას, რომელმაც მერაბ კოსტავა ეროვნულ გმირად შერაცხა. ჩვენი თავი, ჩვენვე ვეკუთვნოდეს იქნება, მას გაუმარჯოს თავისუფალ, დამოუკიდებელ, ძლიერ, ერთიან საქართველოს, გაუმარჯოს ქრისტიანულ საქართველოს, ულცხეული იყოს იგი.